Როგორც ჩაივლის საახალწლო საპროტესტო აქცია რუსთაველზე, მოქალაქეები ადგილზე შეკრებილი ხალხის გასამხნევებლად და გასართობად სპეციალურ ღონისძიებებს გეგმავენ. კულინარიული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული აქტივობებისთვის გამზირზე საგანგებო სივრცეები მოეწყობა. ორგანიზატორები ამზადებენ სიურპრიზებსაც მათთვის, ვინც საახალწლო ღამესაც არ ამბობს უარს ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაზე და ქუჩაში გამოდის. Უფრო კონკრეტულად, რა დაგხვდებათ დღეს რუსთაველის გამზირზე, ამის შესახებ ნინო გაზდელიანი ისაუბრებს. გასწორდიო 12 საათი ახლოვდება და რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ხალხი იკრიბება. აქ არიან მშობლები, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სხვა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მოდიან და აპირებენ, რომ აქ შეხვდნენ სწორედ ახალ წელს და 12 საათამდე ისინი აქ იქნებიან. ჩემთან ახლა ერთად იმყოფება უხუცესი ადამიანი და მოგილოცავთ ის ახლა ახალ წელს. ბატონი ავთო იმნაძე არის აქ, უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი და დამოუკიდებლობის აქცე ხელმოწერი. ბატონო ავთო, შეგიძლიათ მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას და თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მიმდინარე პროცესებს, რომელსაც ვხედავთ ბოლო 1 თვის განმავლობაში? ულოცავ ყველას ახალ წელს. ბედნიერი წელი გათენებული იყოს მთლიანად საქართველოსთვის და ყველა ვინც აქ არის და ვინც ჯერ არ არის და კიდე მოვა და ივლის. და აი ეს მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ დღეს აქ იბადება ახალი საქართველო. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ასე იბადება როგორ ჩვენ ვაშენებთ, ესე იგი მიდის შენება. ეს ძალიან საინტერესო სიტყვა, რომელიც მე გამახსენა დიდი ქართველი მწერლის, დიახ არ ვაჭარბებ, დიდი ქართველი მწერალი იყო გურამ რჩეულიშვილი, რომელიც სრულიად ახალგაზრდა დაიღუპა, მაგრამ მაინც ისტორიაში, ქართველი ლიტერატურის ისტორიაში შევა როგორც დიდი ქართველი მწერალი და ის თავის გენიალურ მოთხრობას, ალავერდობას ამთავრებს სიტყვებით: ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებული ტკბობაში. აი რატომ არ იშლება ეს რაც დღეს აქ ხდება და დღეს კი არა, 1 თვეზე მეტი არის აქ ხდება, ესე იგი მიდის სუფევს ვნების სიმძაფრე და იმიტომ არ იშლება ხალხი და იმიტომ მოდიან ახალგაზრდები. შეიძლება აქ ძალიან ბევრი ოჯახიც კი დაიბადოს, ისეთი ის არის სიტუაცია და ისეთი რამ ხდება და ამას ვერაფერი ვერ მოერევა. ეს არის ისეთი რამ, რომელსაც ვერაფერი ვერ მოერევა. ეხლა მე მინდა კიდე გურამ რჩეულიშვილის ეს სიტყვები გადავიტანო ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში შემავალი ერთ-ერთი უფლებით, რომელსაც ქვია ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება. რა არის შენება? აშენებს ადამიანი, იმიტომ რომ ისწრაფვის ბედნიერებისაკენ. და სწორედ აი ეს ქონდა მხედველობაში გურამს, როდესაც ეს თქვა ეს სიტყვები, რომ ადამიანი ბედნიერი, ესე იგი ვინც ესე იგი ეს სიტყვები მოიგონა ეს და დაწერა, შეიტანა ადამიანის უფლება და დეკლარაციაში, მან განსაზღვრა, რომ ადამიანის სრული ბედნიერება შეუძლებელია, მაგრამ როდესაც იგი ისწრაფვის ადამიანის ესე იგი ბედნიერებისაკენ, ეს უკვე ბედნიერება არის. აი ეს ხდება ახლა აქა და როდესაც ესე იგი ეს სწრაფვა ხდება, სწორედ აი ეს არის, რომ მთელი ეს მთავრობა, ეს ხელისუფლება, ეს თვითაღიარებული და მომპარავი და ეს რა ვიცი მე რა დავარქვა, არის სიტყვა არ არსებობს, რომელიც ამათ შეეფერება, უარყოფითი და რა თქმა უნდა უარყოფითი და იმიტომ არის, რომ ადამიანებს უკლავს ბედნიერების სწრაფვის უფლებას, როდესაც ის ჩეხავს, როდესაც ის თავპირს უმტვრევს და უბრალოდ რომ დაშალოს, ისიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ მე აქ ვდგევარ, ვაშენებ, მიდის შენება და მე ვისწრაფვი ბედნიერებისაკენ. და შენ რა უფლება გაქვს, შენ ამ ბედნიერების უფლებას მიკლავ. აი ეს მინდოდა მეთქვა, აი დამე ასე ვთქვათ, და მე პირიწვირებინა კი არა, პირიქით და შემეტანა იმაში, რომ ეს არის ადამიანის უფლების
დიდი უფლების, ბედნიერების წინ სწრაფის უფლების ჩახშობა, რასაც ესენი აკეთებენ. და ამას იმ ვნებას ვერაფერი ვერ მოშლის კიდევ ვიმეორებ და 1000-ჯერ გავიმეორებ. გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება. მე ღმერთს ავთხოვრო ეს ახალი წელი 2025 გააყენოს ჩვენთვის, ქართველებისთვის, როგორც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა და გამარჯვება. რამდენი ხანი შეიძლება იყოს, რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს. ეხლა მე მთლიანად მთელი ქართული ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და რამდენი ადამიანი შეეწირა. მე თუ ცოცხალი ვარ, შეიძლება ცოცხალი ვარ, მაგრამ თუ ჩვენ ისევ რუსეთის ვასალი გავხდით, ესე იგი ჩემი ცხოვრება ფუჭი ყოფილა, მაგრამ ეს ცხოვრება კიდე რა არის, როდესაც შეეწირდნენ ადამიანები დაწყებული გამსახურდიედან და კოსტავადან და 17 ქართველი გმირი, შინდისელი და უამრავი ქართველი, რომელიც 1989 წლიდან რუსეთ-საქართველოსთან მე ვეძახი რომ აქ 9 აპრილი მოხდა, მაშინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი და დღემდე მიმდინარეობს. და ეს ომი თუ დამთავრდა, ესე იგი ისევ იმათ იყო, ესე იგი ფუჭად დაღვრილა ეს ჩვენი სისხლი, ჩვენი ადამი, ჩვენი გმირების სისხლი. რამდენი შეიძლება, უამრავი შეიძლება ჩამოვთვალო. აი ესაა, დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება მეთქვა ეს ჩემი სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ავთო იმნაძეს, ასე ფიქრობს ბატონი ავთო, რომელიც არის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი. ეხლა თათია მექვაბიშვილს ხედავ აქ, რომელიც არის ემიგრანტების ხმა, შეიძლება ასეც ითქვას. თათია, ყოველ დღე ხედავთ ამ აქციებში მონაწილეობთ, თქვენც როგორ შეაფასებთ და თქვენც გაქვთ შესაძლებლობა ასევე ემიგრანტებსაც და აქ ყოფ ხალხსაც მიულოცოთ ყველა შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენმა ემიგრანტებმა, აქ ჩამოსულმა ემიგრანტებმა, რომლებიც ასე ზრუნავენ და ასე განიცდიან საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, გამართეს მარში და სიმბოლურად მივიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და გააგონეს მათი ხმა და ჩვენი გზავნილი იქ იყო, რომ რა უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელ ქვეყნებს უნდა ესაუბრონ, როცა რუსეთის მორჩილი, რომ ზოგიერთი ქვეყნის მართლის გარდა არავისთან აქვს სალაპარაკო. ეხლა მე მინდა მიმართო ამ ჩემ ძვირფას ემიგრანტებს, ასე მილოცვით ვერ გილოცავთ, სანამ ერთი ამ რეჟიმის პატიმარი კი რჩება სატუსაღოში, ჩემთვის ცოტა ძნელია, მაგრამ მინდა გისურვოთ, რომ მე ვიცი, ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი, ქართველმა ხალხმა თავის თავში აღმოაჩინა ძალა, რომ არ შეეგუოს ტირანიას, არ შეეგუოს სხვის მიერ, ერთი ადამიანის მიერ დაწესებულ კანონებს, მასზე მორგებულ ქვეყანას, ამიტომ მართლა დიდხანს ვითმინეთ და ვუყურეთ, როგორ იტაცებენ ჩვენ სახელმწიფოს და მე მჯერა, რომ ეს 25 წელი იქნება აი ჩვენი გაერთიანების, გამთლიანების, გამარჯვების წელიწადი, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ბუნება ისეთია, რომ რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა ხდება, ის უფრო ძლიერდება, უფრო ერთმანეთის გვერდით დგება და თქვენ უყურებთ 34 დღე, ჩვენ არ შეგვეშინდა არაფრის, არ შეგვეშინდა სიცივის, ვიპოვეთ ერთმანეთი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო თავიდან იბადება. ამიტომ მოუწევს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს დანიშნოს ახალი არჩევნები, იმიტომ კიდევ ერთხელ გავუმეორებთ ხალხი ჩვენს მოთხოვნას. დანიშნეთ ახალი არჩევნები და გაანთავისუფლეთ ყველა რეჟიმის ტყვე. თქვენი დრო ნამდვილად წავიდა ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა თათია მექვაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ის მოთხოვნები, რომელიც აქვთ მოქალაქეებს და მე კიდევ რამდენიმე მოქალაქეს გავესაუბრებით. თქვენ რას ფიქრობთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხედავთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში და თქვენს როგორც ხედავთ აქ მოხვედით ახლა ახალი წლის დღეს და აქ აპირებთ. კი ბატონო, მე ახლა კი არა 35 წელზე მეტია ვიბრძვი და ჩემი პატარა წვლილი შეტანილი მაქვს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში, ძალიან მეამაყება ეს და შემდეგ არ გვაცალეს და ეხლა ისევ მოგვიწია თავისუფლებისთვის ბრძოლა და ისევ რუსეთში რო არ შეგვათრიონ ამისთვის, მაგრამ უკვე ძალიან მიხარია რომ ამ ახალგაზრდებს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ უნდათ უკეთესი ცხოვრება და არა რუსეთის გუბერნია თავისუფალ საქართველოში. მე აფხაზეთელი ვარ და მინდა ჩემს სახლში დაბრუნება. დიდი მადლობა 20 წუთი
მეც აფხაზეთიდან ვარ და სათქმელი თითქმის ყველაფერი ითქვა. ყველაფერი უთხრეს ამ კაცმა რა არ ესმის. ახლა უნდა გაიზარდოს წნეხი შიგნიდან, გარედან, უკვე დაიწყო ეს პროცესი და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ანუ საქმეა უკვე გასაკეთებელი, თორემ სათქმელი ყველაფერი ითქვა. მოქალაქეების რაოდენობა იზრდება ნელ-ნელა, აქ როგორც უკვე ვთქვი, უცხოელებიც არიან საკმაოდ ბევრი, არიან მშობლები მცირეწლოვანშვილებთან ერთად და სხვა შორის გრინჩიც აქ არის, სანტა-კლაუსიც აქ არის და ეხლა ამ წუთას ვერ დაგანახებთ, მაგრამ დუშეთიდან ჩამყვანილი ცხენებიც ელოდება ყველა მსურველს, ვისაც უნდა რომ გაისეირნოს რუსთაველის გამზირზე ცხენებით. მე ვეცდები გაჩვენოთ თუ აქვე ახლოს არიან და თუ ვინმე უკვე არ სეირნობს დუშეთიდან ჩამყვანილი ცხენებით რუსთაველის გამზირზე. ხალხი წასვლას, როგორც ხედავთ, არაპირებს და ვიცით, რომ ძალიან ბევრს აქვს სურვილი, რომ სწორედ რუსთაველის გამზირზე შეხვდეს დამდეგ 2025 წელს იმ თავისი ძირითადი მოთხოვნებით, რომელიც არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. აი თქვენ ხედავთ ახლა ცხენები, ვისაც სურს რომ გაისეირნოს რუსთაველის გამზირზე, ამ ცხენებით აქვთ ამის შესაძლებლობაც და სულ ცოტა დრო რჩება უკვე ახალი წლის დადგომამდე. ეხლა რომელი საათია? 10:30 არის, მოკლედ ძალიან მალე, დენმე საათში უკვე დადგება ახალი წელი და ნადიმ ხმალაძესაც ხო ორიოდე სიტყვა გითხრას და მალე დადგება ახალი წელი, მოთხოვნები ისევ ძალაში არის და ხალხი აპირებს, როგორც ხედავთ, თქვენც მოხვედით უკვე რუსთაველის გამზირზე ახალი წლის შესაძლებლად. დიახ, პირველ რიგში ულოცავ საქართველოს დამდეგ ახალ წელს, უცნაური ახალი წელი გვაქვს. თბილისი რუსთაველზე ხვდება ამ ახალ წელს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ახალი წელი იქნება ბოლო ახალი წელი აი ამ ხელისუფლების ხელში და მომავალი ახალი წელი ჩვენთვის იქნება ევროპაში, ევროპას ვიზეიმებთ შემდეგ ახალ წელს. მინდა რომ ბედნიერება უსურვო და ერთი რამ მინდა ვთქვა. არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მიიღო რაღაც საშინელი კანონები და მინდა ყველას უთხრა, არავის არ შეეშინდეს. მე მთელი ცხოვრება ვიცვამ ტაქტიკურ ტანსაცმელს და ჩემი ზედა ქურთუკი შეიძლება გამხადონ, მაგრამ მაინც ჩავიცვი. ასე რომ არ ვემორჩილებით არალეგიტიმური ხელისუფლების მიღებულ კანონებს. ძალიან დიდი მადლობა ნადიმ ხმალაძემ გაგვაცნო თავისი პოზიცია, თუმცა ყველა იმ ადამიანის, ვინც გადაწყვიტა რომ აქ მოვიდეს და შეხვდეს 2025 წელს, ისინი იზიარებენ და მოითხოვენ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის შესრულებას, რომელსაც უკვე თვეზე მეტია საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აყენებს. ეს არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუმცა ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა მოსახლეობამ, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა, რომლის გარეშეც პრაქტიკულად არ დარჩა არც ერთი პროფესიული გაერთიანება და არც ერთი ასაკის ადამიანი, რომელიც არ ამბობდეს, რომ ამ ორი მოთხოვნის შესრულების და დაკმაყოფილების გარეშე წარმოუდგენელი არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც და ეს ვითარება იურისტებმა უკვე შეაფასეს როგორც სამართლებრივი კრიზისი და საკმაოდ რთული და ეკონომისტები ასევე საუბრობენ, რომ თუ არ გამოსწორდა ვითარება, თუ არ დაინიშნა ახალი არჩევნები, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ეკონომიკისთვისაც და ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც და ამიტომ ისინიც იზიარებენ და სხვა შორის რაც არ გვინახავს წლების განმავლობაში ბიზნესმენების ძალიან დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ხმამაღლა დაიწყოს უკვე პრობლემებზე საუბარი და ამბობენ, რომ ახლა ნამდვილად არ არის გაჩუმების დრო, ისინი აღარ უნდა იყვნენ კონფორმისში, არ უნდა იყვნენ აი ამ ვითარებაში და აუცილებელი არის, რომ თავადაც წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებისათვის და ახლა ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის მიაჩნიათ მათაც და ყველა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, რომ აუცილებელი არის ამ ორი ძირითადი მოთხოვნის შესრულება.